აჩქარებული ტემპი, დაძაბული რითმი, სტრესული გარემო. საკუთარ თავზე ფიქრის დრო თითქმის არ რჩება. სწორედ ამიტომ გაწევრიანდით რადიო იმედის ფრეშ კლუბში და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. გადაცემა ფრეშ კლუბი. ნინი ხუგაშვილთან ერთად. დღემშვიდობისა მოგესალმებით თქვენ უსმენთ რადიო იმედს მე ნინი ხუგაშვილი ვარ და ღია ეთერში გთავაზობთ გადაცემას ფრეშ კლუბი. შემოვერთდით ჩვენს კლუბს იმისთვის რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადებების სიის სათავეში პირველ ნომრად ისევ რჩება გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები. კარდიოქირურგები აქ უნდა ვახსენოთ რომ არ ზოგავენ თავს იმისთვის რომ სხვადასხვა ტიპის ოპერაციული ჩარევით მიიღონ მაქსიმალური შედეგი და უამრავი გადარჩენილი პაციენტის სიცოცხლე. მაგალითად ჩარშემ ვრცელდებოდა ინფორმაცია და ალბათ თქვენთვისაც ნაცნობია ეს ამბავი რომ ქალაქ ნოვარაში ქართველი კარდიოქირურგის ლევან ქარაზანაშვილის მიერ გაკეთებული უნიკალური ოპერაცია მსოფლიო კონგრესზე გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში. ქართველმა ექიმმა მაშინ პაციენტს დაზიანებულ გულის არქოლზე დეფექტი მინიმალური ინვაზიური ქირურგიით გამოუსწორა. მაშინ ლევან ქარაზანაშვილი ნოვარას ერთ-ერთი კლინიკის მინიმალური კარდიოქირურგიის განყოფილების დირექტორი იყო. დღეს კი ქართველი პაციენტების ჯანმრთელობისთვის ხანგრძლივი სტაჟით და გამოცდილებით დაგვებრუნდა ის უკვე საქართველოშია და გულ-სისხლძარღვთა ქირურგიული და ინტერვენციულ ცენტრში ჰელსიკორი სწორედ ამ კლინიკაში მოღვაწეობს. ასევე წლების გამოცდილებით ისრაელიდან ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდა ანესთეზიოლოგი ირაკლი გოგოხია. დღეს სწორედ მინინვაზიური ქირურგიული ტიპის ოპერაციების უპირატესობების ხელმისაწვდომობის ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებების შესახებ სურს მოგეწოდოთ ინფორმაცია და თემაზე სასაუბრად ვინდა მომეწვია თუ არა სწორედ ეს ორი პიროვნება ლევან ქარაზანაშვილი კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კლინიკაში ჰელსიკორი და ასევე ანესთეზია რეანიმაციის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი გოგოხია. დღემშვიდობისა ბატონებო მოგესალმებით. უღრმესი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხარ დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები. გამარჯობათ. მოგესალმებით სმენელს. უღრმესი მადლობა. მე ოქროს სმენელს მინდა შევახსენო ჩვენთან საკონტაქტო ტელეფონის ნომრები 292 1188 292 1199 თქვენ გაქვთ შანსი მიიღოთ თქვენს პრობლემასთან დაკავშირებით კომპეტენტური ინფორმაცია თქვენ შეკითხვებზე დაყრდნობით ბუნებრივ ასე რომ შეგიძლიათ შემოხვიდეთ ღია ეთერშიც და დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები. მე ორივე თქვენგანისთვის მაქვს პირველი ასეთ შეკითხვა ასეთი წარმატებების შემდეგ როგორ მიიღეთ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება. რა იყო ისეთი რამაც მიგაღებინათ ამ ტიპის გადაწყვეტილება? ზოგადად რა თქმა უნდა მთელი გამოცდილება და მთელი ეს 20 წლიანი ემიგრაცია გაიარა იმაში რომ ჩემი პროფესიას მაქსიმალურ შედეგებს მივაღწია იტალიაში. მაგრამ მიუხედავად ამისა ალბათ ყველა ადამიანში და მით უმეტეს ქართველში ჩემში პირადად დევს ის მომენტი რომ ემიგრაციაში ცხოვრება და იქ ცხოვრების ბოლომდე დარჩენა რატომღაც არ მინდოდა. ყოველთვის მქონდა იმის სურვილი რომ ეს თუნდაც ეს გამოცდილება ჩემი ქვეყნისთვის მომსახურებაში დამეხარჯა და რა თქმა უნდა ჩემი ხალხისთვის. იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ არსად ისე არ დაგაფასებენ და არ იქნება თქვათ შენი პროფესიული კვალიფიკაციის შეფასება როგორც ჩემ ქვეყანაში. მით უმეტეს რომ ამ პერიოდში მე ვფიქრობ რომ საქართველოს ძალიან ესაჭიროება უბრალოდ კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და ამ ყველაფერს წინ დგას ის ფაქტიც რომ საკმაოდ კარგად არის და წარმოდგენილი არის დღეს სამედიცინო ბიზნესი საქართველოში. ანუ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ერთგვარად იყო კიდეც მორალური პასუხისმგებლობა თქვენი მხრიდან. კი, ერთგვარად შეიძლება ესეც იყო, კი. თქვენ შემთხვევაში ბატონო ირაკლი. აბსოლუტურად ვეთანხმები ლევანს. ქართველების ფსიქოლოგია, მენტალობა ისეა მოწყობილი, რომ ყველა ქართველს აქ რაღაც დონეზე რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და ცხოვრდეს საზღვარგარეთ საქართველოს დაბრუნების სურვილი. რა თქმა უნდა, ასევე მეც საკმაოდ წლები დავყავი საზღვარგარეთ ისრაელში, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მუშაობდი. 7 წლის განმავლობაში ჩემ ოჯახთან ერთად, ჩემ მეუღლეც, ჩემ გვერდით იყო ის ექიმია. მეორე შვილი გაგვიჩნდა, ამანაც განაპირობა რაღაცით ჩემი დაბრუნება, იმიტომ რომ პირველი ბავშვი უკვე იქ დადიოდა სკოლაში, იქაურ ენაზე საუბრობდა და გადავწყვიტეთ რომ დავბრუნებულიყავით და რა თქმა უნდა მომეცა საუკეთეს შანსი იმისა რომ მოხვედრილიყავი ნორმალურ სამედიცინო გუნდში, ასე ვთქვათ. როგორც ლევანის შემთხვევაში, ასევე ჩემს შემთხვევაში დიდი როლი ითამაშა ლევანის ჩამოსვლამ საქართველოში და დაბრუნებამ
და იმ გუნდის შეკრებამ, რაც ჩვენ კლინიკაშია, რომელიც მე ვთვლი, რომ მე ყველა კოლეგას ვაფასებ ჩვენ ქვეყანაში არაჩვეულებრივი ექიმები გვყავს, მაგრამ არის კარგიც და საუკეთესო, ასე ვიტყოდი, რომ საუკეთესო გუნდი შეიკრა, ამან რა თქმა უნდა დიდი როლი ითამაშა. დამფუძნებლები, რომლებიც ჩვენ გვერდში დგანან, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ასე ვთქვათ, და ჩვენს ყველა კაპრიზს ასრულებს იმისთვის, რომ შეიქმნას ნორმალური სერვისი და მომსახურება იყოს პაციენტისთვის უმაღლეს დონეზე, ასე რომ ვთქვათ. და მეორე, რა თქმა უნდა, მეც მქონდა სურვილი, მე და როდესაც დავამთავრე უნივერსიტეტი, საქართველოში თითქმის არ მიმუშავია, რამდენიმე თვე, 5-6 თვე ვიყავი რეზიდენტურაში, დიპლომის შემდგომი განათლება და ამის შემდეგ გამოჩნდა შანსი და 4 ქართველი გავეგზავრეთ ისრაელში, ეს პროგრამა იყო საქართველოს ისრაელს შორის, რომელიც ახლა გრძელდება და იმ კლინიკაში სადაც მე ვიყავი დასაქმებული, დღესაც მოღვაწეობენ ქართველი ექიმები, შალო ბაშარულ, გიორგი არჯევანიძე, გიორგი ბერია, სულ 10 ექიმი ვიყავით, 4 დაუბრუნდით უკან. და რა თქმა უნდა, ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ ეს გამოცდილება, რაც მივიღე, რა დონეზეც მივიღე ის გამოცდილება, და ჩემი ხალხისთვის გამომეყენებინა. ვთანხმდებით იმაზე, რომ ხილებში ქართველი პაციენტიც არც ყავდა დაძინებული, სიმართლე გითხრათ, და სულ მქონდა იმის სურვილი, მით უმეტეს ისეთ დიდ ქირურგიაში და ისეთ დიდ საქმეში, როგორცაც კარდიოქირურგია ქვია რა. ეს არის top surgery-ს ეძახიან, იმიტომ რომ მართლაც ესეა ყველაზე ურთულესი ოპერაციები მაინც გულზეა. ჰელსი მქონდა შეიძლება ითქვას, რომ არის ერთ-ერთი მაპროვიცირებელი რამაც განაპირობა და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თქვენ დაბრუნდით საქართველოში. ესე ვიტყოდი ჰელსიკორის მიდგომა თვითონ რა თქმა უნდა მორგებულიც იყო ჩვენს პრეტენზიებზე ირაკლი სწორი თქვა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც იმისავით ავართ, თითქოს გვინდა რომ არც თulit საჭიროთ იმის თქმას, რომ თქვათ რაღაცაში მოვიკლოთ ის კომფორტი, რაც ქონდა ევროპაში და ისრაელში, თქვათ. ჩვენ წაუყენეთ მათ ჩვენი არც პრეტენზია არ იყო, უბრალოდ პირობები და თავისთავად აი ეს დამფუძნებლების ასეთი დიდი გახსნა იმ მხრივ რომ უნდათ რომ საუკეთესო სერვისი შესთავაზოთ თქვა საქართველოში, ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი სტიმული, იმიტომ რომ ყველანაირი თუნდაც აპარატურის შეძენა, უახლესი ტექნიკა, რა ვიცი რა, რაც არ მოვინდომეთ, ყველაფერი რა ვიცი შეგვისრულეს და მე ვფიქრობ, რომ იტალიაშიც კი არ მქონდა ასეთი დონის მომსახურება, თქვათ, ამის მოსმენა ჩვენგან ჩვენთვის როგორც რიგითი, ასე ვთქვათ, პაციენტებისთვის, პოტენციური პაციენტებისთვის თქვენი. დაახლოებით 1 წუთი მაქვს დარჩენილი რეკლამამდე, გაცემის პირველი ნაწილის დასრულებამდე. მე მინდა გთხოვოთ, რომ ის სულ ყელ უკმარობას, რასაც ქვევ, თქვათ, მინი-ინვაზიური ქირურგია და შულტირების განსხვავებული მეთოდი, რომელიც დაინერგა საქართველოში. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ, გაცემის მეორე ნაწილი მას სრულად დავუთმოთ. ამჯერად რა ტიპის მომსახურებას თავაზობს კლინიკა პაციენტებს, მოდით გარდა იმისა, რაც ვისაუბრეთ. ყველანაირი ტიპის მომსახურება, რაც შეეხება გულის კვლევას, კორონაროგრაფიების გაკეთებას და შემდეგ უკვე ქირურგიული მომსახურება, ანუ შუნტირება და სარქლოვანი პათოლოგიები, აღმავალი აორტის ანევრიზმები და ასე შემდეგ. ყველანაირი მომსახურება პაციენტის შემოდის ჩივილებით, ან თუნდაც უბრალოდ გამოკვლევა რო ჭირდებოდეს გულზე. შემოდის ჩვეულებრივ იკელებს ელექტროკარდიოგრაფიდან დაწყებული ურთულეს ქირურგიულ ოპერაციამდე ყველანაირი კვლევა კეთდება და საკმაოდ მე ვიტყოდი, რომ კარგი შედეგებით, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვართ ცოტა გაოგნებულები იმითი, რომ ამდენი პაციენტი და ასეთი რთული პაციენტები საქართველოში რაც არის, რომ ესე კარგად და რა ვიცი ნორმალურად უკეთდებათ ოპერაციები და კმაყოფილები მიდიან. თუნდაც აი დღევანდელი პაციენტი რომ მოვიდა დაგვიბრუნდა, ეს იყო ურთულესი ოპერაცია, ადამიანი გადავარჩინეთ, ფეხზე დავაყენეთ და ისე გაგვიხარდა ყველას დღეს ჩავეხუტეთ და თვითონაც გახარებული იყო, რომ აი ამ კაცს თუ დავინახავდი ფეხზე წამოდგას ნამდვილად არ მეგონა. უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის. მოდით სულ ცოტა ხნით შევისვენოთ. ლევან ქარაზანიშვილი კარდიოქირურგი და ირაკლი გოგოხი ანესთეზიოლოგი გახლავთ ჩემ გაცემის სტუმრები. გაცემის მეორე ნაწილიდან გელოდებით უკვე თქვენი შეკითხვები ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 მადლობა რომ გვისმენთ. ფრეშ კლუბი. ნინი ხუგაშვილთან ერთად.
დღემშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით განვაგრძობთ გადაცემას Fresh კლუბი თქვენ უსმენთ რადიო იმედს დღეს კარდიოქირურგი ბატონი ლევან ქარაზანაშვილი და ანესთეზიოლოგი ბატონი ირაკლი გოგუხია გახლავთ დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები უღრმესი მადლობა მათ კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის მსმენელი გველოდება ხაზე მოდით ბატონებო მოვუსმინოთ და შემდეგ განვაგრძობთ გადაცემა დღემშვიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობათ მოგესალმებით სტუმრებთან მაქვს ესეთი შეკითხვა დასხობით თუ იღებთ პაციენტებს და სად მდებარეობს ზოგადად თქვენი კლინიკა მადლობა შეკითხვისთვის გთხოვთ ბატონო ირაკლი მოპასუხოთ რა თქმა უნდა სადაზღვეო სისტემა ისე როგორც ყველა კლინიკაში ჩვენთანაც მუშაობს მე გულისხმობ კერძო სადაზღვეო სისტემებსაც და ასევე საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას შემიძლია გითხრათ რომ 90% ჩვენი შემთხვევების საყოველთაო ჯანდაცვის პაციენტებია ეს კლინიკა მდებარეობს ვაგზლის ტერიტორიაზე თოდუა სამედიცინო ცენტრის ბაზაზე მე-9-მე-11 სართულია წინამძღვრშვილის 13 ესეთია მისამართი კლინიკა ჰელსი ქორში ტარდება განსხვავებული ოპერაციები და მოდით მივაწოდოთ ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს მსმენელს ანუ თუ თქვენ გიწევდათ საზღვარგარეთ გამგზავრება იმისთვის რომ იგიღოთ ასეთი ტიპის სამედიცინო მომსახურებას დღეს უკვე საქართველოშია შესაძლებელი ბატონო ლევან გთხოვთ დიახ განსხვავებული ჯერ დავიწყებ ელემენტარული ოპერაციებით რაც თქვათ შუნტირება ყველაზე გავრცელებული არის და ამ ოპერაციას იცნობს საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. პრაქტიკულად შუნტირების ოპერაციაზე ლაპარაკობს ყველა და ყველას წარმოდგენაში ეს ოპერაცია კეთდება ორი განაკვეთით, ანუ ერთი არის გონკერდის კერდისვლის განაკვეთი და მეორე ფეხზე ან მარცხენა ან მარჯვენა ან ორივე ფეხზე ხდება ხოლმე განაკვეთი იმისთვის რომ ვენების მობილიზება მოხდეს და შესაბამისად შუნტირების ოპერაციის გაკეთება. ნახეთ ჩემი გამოცდილება და ჩემი პრაქტიკა პრაქტიკულად ბოლო 10 წელი არის ჩემი პაციენტების 90% მხოლოდ ერთი განაკვეთით გადის საოპერაციოდან შუნტირების ოპერაცია შეიძლება 4-5 შუნტი 6-ით შეიძლება რომ გაკეთდეს იმით რომ ვენას არ ვიღებთ ფეხიდან ისე იგი ფეხზე განაკვეთი არ არის და შესაბამისად ერთი განაკვეთით ხდება ამ ოპერაციის ეს რატომ არის ეს კარგი თქვათ თუნდაც დიაბეტიანი პაციენტების რაოდენობა საკმაოდ ბევრი არის საქართველოში და დიაბეტიანი პაციენტების პრობლემა არის ინფექცია, გართულებები, ჭრილობები და ასე შემდეგ, მით უმეტეს ფეხზე და შემდგომ ოპერაციის პოსტოპერაციულად კიდე ამ პაციენტებს უფრო უადვილდებათ გადაადგილება და შესაბამისად რეაბილიტაციის პერიოდი უფრო შემცირებულია. ეს იგი ერთი განაკვეთით ჩვეულებრივად გადის პაციენტი მესამე-მეოთხე დღეს უკვე ფეხზე დგანა და არაფერი პრობლემა არ აქვს. ნუ ეს ერთი მომენტი რაც მე ვთვლი რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის რომ იცოდეს. და მეორე რა თქმა უნდა მინინვაზიური ქირურგია ზოგადად ხა შუნტირების ოპერაციას თუ არის ლაპარაკი სადღაც 1-2 შუნტის გაკეთებაზე ნუ ამ შემთხვევაში ეს ანატომიურად არის განპირობებული შეიძლება თუ არ შეიძლება მინინვაზიურად ამის გაკეთება ჩვენ ყველანაირი ისა გვაქვს დანადგარები უკვე ჩამოტანილი იმისთვის და ვაკეთებთ ამ ოპერაციას მცირე განაკვეთით მაგრამ ნუ ეს ყველა პაციენტს არ მიუდგება ესეთი ოპერაცია, იმიტომ რომ შეუძლებელია მოდიან ხოლმე და ხშირად კითხულობენ თუ შესაძლებელია რომ მინინვაზიურად, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ანატომიურად განპირობებული არის პაციენტი მოდის, ნახულობთ და თუ შესაძლებელია ჩვენ რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ ამ ოპერაციას. შემდეგი ეტაპი არის ეს სარქლოვანი პათოლოგიები. სარქლოვანი პათოლოგიები საკმაოდ რთული და ძნელი სამართავია საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მოდის ძალიან გვიან. ამ ოპერაციის გასაკეთებლად, როდესაც უკვე სხვა გამოსავალი აღარ აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, უკვე გავაკეთეთ საკმაოდ რაოდენობით, აღარ მახსოვს ირაკლი რამდენი იყო, ახლა 4 ოპერაცია გავაკეთეთ მინინვაზიური, მიტრალური სარკმლის პლასტიკები, ანუ ეს რას ნიშნავს, მიტრალური სარკმლის შეკეთება ხდება. ესე იგი არ ხდება ჩანაცვლება მექანიკური სარკმლით ან ბიოლოგიური სარკმლით, ესე იგი პროტეზირება არ კეთდება. შესაძლებელია ამ სარკმლოვანი აპარატის შეკეთება. ეს ხდება 6-7 სანტიმეტრი განაკვეთით. ახლა იმის მიხედვით თუ პაციენტი რამ ხელა არის, თუ უფრო პატარა არის, თქვათ ახლა 33 წლის გოგონას გავუკეთეთ ბოლოს 6 სანტიმეტრი განაკვეთით და უკვე სახში გაეწერა
მეხუთე დღე. ეს ნიშნავს, რომ რეაბილიტაციის პროცესის გაცილებით უფრო მარტივია, ხო? უფრო მარტივია და უფრო ადვილად იმუშავა. ეს პრაქტიკულად დაკავშირებული ეს ოპერაციები მინდის უსისხლოდ პრაქტიკულად იმ გაგებით, რომ გადასხმა პაციენტს არ ჭირდება სისხლის ვთქვათ კომპონენტების, იმიტომ რომ სისხლის კარგვა ნაკლებია, გაცილებით ნაკლებია ვიდრე სხვა ტრადიციულ ოპერაციებზე. და შესაბამისად უფრო ადვილი არის რეაბილიტაცია ყველანაირად და ადვილად მიდის სახლში პაციენტი. მეორე ოპერაცია რაც არის სარქლოვანი, ეს არის აორტის სარქლზე, იქაც ხდება მინინვაზიურად შარევა. ახალგაზრდა ადამიანებს გაუკეთეთ ახლა ამ პერიოდში, მაგრამ ეს ოპერაციები უმეტესად ახლა იტალიაში უფრო ხშირად ვაკეთებდი ხოლმე ხანდაზმულებში, იმიტომ რომ უფრო ადვილია მათთვის ხანდაზმულ ასაკში მცირე განაკვეთით, რომ უფრო ადვილად დგებიან ფეხზე. ანუ ახლა სამწუხაროდ არ ყავდა, სამწუხაროდ კი არ იყოს ისეთი საშუალება, რომ ხანდაზმულ ადამიანზე გაგვეკეთებინა ოპერაცია, იმიტომ რომ მათ უფრო რთული პრობლემები ჰქონდა და უფრო მეტი ოპერაციები ჭირდებოდა. ანუ ეს ნიშნავს, რომ როდის კეთდება მინინვაზა ასეთი ტიპით ჩარევა, როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფრო ნაკლები პრობლემაა? იცით რა, არა, კომბინირებული არ უნდა იყოს ეს ხანდაზმულ ადამიანებში ყველა სარქლოვანი პათოლოგია პრაქტიკულად იყო შუნტირებასთან მიბმული. ესე იგი ჭირდებოდა ორმაგი ჩარევა. და როცა ორმაგი ჩარევაზე არის ლაპარაკი, იქ უკვე შეუძლებელია რომ გაკეთდეს მინინვაზიური ჩარევა. გასაგებია, მოდით კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ჩვენს მსმენელს, როდის იღებს ქირურგი ამ გზით ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებას მინინვაზიურ ქირურგიულ მეთოდზე რომ ვისაუბროთ, რამდენ ხანგრძლივია, ვთქვათ, ანესთეზიოლოგის როლი ზოგადად ისევე როგორც ხვანების მერე ოპერაციის დროს არის განსაზღვრული ერთ-ერთი წამყვანიც. რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული ანესთეზიები, კარდიოქირურგიაში როგორც სხვა ვთქვათ, გაფართოებული ქირურგია, ზოგადი ქირურგია იქნება, ნეიროქირურგია თუ სხვა პაციენტი ესაჭიროება ზოგადი ანესთეზია ამ ოპერაციის წარმოება ადგილობრივი ანესთეზიით შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ანესთეზიას თავისი რისკები ახლავს, მაგრამ დღეს 21 საუკუნეში ეს რისკები თუ იყო 20-30 წლის წინ ხშირად გაგიგიათ, რომ ნარკოზიდან ვერ გამოვიდა, დარჩა საოპერაციო მაგიდაზე, რომ ვერ გაიღვიძა, ასე შემდეგ ეს პრაქტიკულად დასულია 3%-მდე. იმიტომ რომ არსებობს იმის თანამედროვე აპარატურა, რითიც შეიძლება აკონტროლოს დაწყებული ძილიდან დამთავრებული ვიტალური სტატუსის მონაცემები, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რთული პროცესია ღვიძარი მდგომარეობიდან გადასვლა ხელოვნურ ძილში, ანუ კომაში. ითიშება თავის ტვინი, და პაციენტმა არ გაიგოს და არ ეტკინოს ოპერაციიდან, მე მართო ეს ყველაფერი, მთელი ფიზიოლოგია იცვლება, გადადის მართვით სუნთქვაზე პაციენტი. გადადის უბონო მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, იძინებს და შემდეგ უნდა დაიცვა ქირურგიული სტრესისგან, იმიტომ რომ არ უნდა ეტკინოს ეს ოპერაცია, რასაც უკეთებ, არ უნდა გაიგოს და ასე შემდეგ. მინინვაზიურ ოპერაციებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ბევრად მარტივი სამართავია ასეთ პაციენტები პოსტოპერაციულად. ანესთეზიური მიდგომების განსხვავდება, ბევრად დამზოგველია ანესთეზია, იმით pain relief იქნება ქართულად ტკივილის ფართობიც ნაკლები აქვს ამ პაციენტებს პოსტოპერაციულად. მაგიდაზე ხდება ექსტუბაცია, ანუ სასუნთქ გზებში ჩაყენებული მილის ამოღება, რომლის საშუალებითაც პაციენტი ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე მიერთებული. ტრადიციულ შემთხვევაში პაციენტები გამოდიან და რამდენიმე საათის მერე ხდება მათი გამოღვიძება და უკვე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნა და თავის სპონტანურ სუნთქვაზე გადასვლა. მინინვაზიური ქირურგია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საოპერაციოშივე მოხდეს, ან უახლოეს პერიოდში, მაქსიმუმ 1 საათში უკვე პოსტოპერაციულ პერიოდში. უღრმესი მადლობა მსმენელია ხაზზე, მოდით დღეს ნუ შევაყოვნებთ დღემშვიდობისა მოგესალმებით. გამარჯობათ, მე მაინტერესებს, ანუ შეკითხვა მაქვს. ექიმიზის ახლა ეთერში როგორც ანუ ჩემ შულს აქვს უკორეგირებული ტრანსპოზიცია გულის მანგი. და მაინტერესებს, ანუ რამდენად ანუ ზონდირება აქვს გაკეთებული პატარა საფში და რამდენჯერ შეიძლება ზონდირება გაკეთდეს, ანუ ეხლა კიდევ მირჩევს ექიმი რომ გაუკეთო და რამდენად მიზანშეწონილი იქნება ჩემი მხრიდან რომ კიდევ გაუკეთო ზონდირება. მადლობა შეკითხვისთვის, გთხოვთ ბატონო ლევან რომ მოპასუხოთ. რამდენი წლის არის პაციენტი? რამდენი წლის არის პაციენტი, შეგიძლიათ 5 წლის არის ახლა და დაბადების და 4 თვეშია გაკეთებული პირველი ზონდირება.
სონდირება შეიძლება გაუკეთეს საკმაოდ ბევრჯერ, მაგრამ არ არის პრობლემა, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ პაციენტს თვითონ რა მდგომარეობა აქვს ახლა და მაგისთვის საქართველოში მენადაც ძალიან დიდი და კარგი სპეციალისტები არიან. და მე ვფიქრობ, რომ ეს რა თქმა უნდა ბავშვთა პათოლოგიები ჩემი პროფილი არ არის, იმიტომ რომ მე უმეტესად შეძენენ მალკებზე და დიდების ქირურგიით ვარ დაკავებული. თუ საჭირო იქნება და თუ გინდათ დახმარება, მე ვფიქრობ, რომ შეგიძლიათ მიმართოთ ჯოენის ცენტრი არსებობს, ესეთი ცენტრია, სადაც ეს პათოლოგიები მთლიანად არის მოცული და საუკეთესო სპეციალისტები არიან. მე მათთან დიდი ხნის შეხება მაქვს და ვიცი რამდენად უფრო კარგად და ნორმალურად კურნალობენ ამ ცენტრში. ანუ მსმენელის შეკითხვაზე შესაძლებელია თუ არა კიდევ ერთხელ ჩატარდეს კი როგორ არა შესაძლებელია. კი ბატონო, რამდენიმე წუთი გვაქვს გადაცემის დასრულებამდე დარჩენილი. შევახსენებ მსმენელს მაინც საკონტაქტო ნომერს 252-11-11-99 რომ განვაგრძობთ საუბარი ბატონებო. შეიძლება რომ შევეხოთ უკუჩვენებებს, რომელიც შესაძლოა თან ახლდეს ამ პროცესს მინინვაზიური ქირურგიის შესახებ რომ ისაუბროთ. მინინვაზიური ქირურგიის უკუჩვენებები ეს არის ზოგადად თუ პაციენტს აქვს მხოლოდ ერთი სარქლის პათოლოგია, ან შესაძლებელია ორი სარქლის პათოლოგიაც, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მინინვაზიური ოპერაციის გაკეთება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სადღაც 50% პაციენტებისა სარკოვან პათოლოგიასთან ერთად ემატებათ კორონარული, ანუ სიზარღვების, გულის სიზარღვების პათოლოგია, იშემებული დაავადება. ეს უკვე იმდენად დიდი არეალი არის ჩარევის, რომ ამ შემთხვევაში უკვე მინინვაზიურ ოპერაციაზე ლაპარაკი არის ზედმეტი. იმ გაგებით, რომ პაციენტის რისკ ფაქტორები მინინვაზიური ჩარევის გაცილებით უფრო იზრდება, ვიდრე ტრადიციული მეთოდით. ამიტომ როცა უკვე ლაპარაკია რაღაც კომბინირებულ ოპერაციებზე, იქ რა თქმა უნდა მე არ ურჩევ პაციენტს, რომ მინინვაზიურად გაიკეთოს და პრაქტიკულად ეს შეუძლებელიც ხდება, იმიტომ რომ იმდენად დიდი არის ეს რისკი, რომ შეიძლება ზედმეტი რისკი არ მიყვარს. ზოგადად მინდა რომ პაციენტს კონდეს მინიმალური და 100%-იანად ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ შედეგიანი იქნება. მსმენელია კიდევ ერთი ხაზზე მოვსმინოთ დღემშვიდობისა, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით, მე მაქვს ერთი ესეთი შეკითხვა. გისმენთ. ანუ საყლაპავი მილის თიაქარმა რამდენად ალბათობაა რომ ისოდეს ანუ გულის ტკივილის ფორმის ეგეთი რამე, იმიტომ რომ დატვირთვის ტესტი გაკეთებული მაქვს, ვოლტერი მაქვს გაკეთებული 24 საათიანი, გამოკვლევები ჩატარებული, ანუ გული გამორიცხულია. საყლაპავი მილის თიაქარი დამიდგინეს, გადაყლაპული მაქვს ის ზონდი. მაგით ბარიუმის ფაფამ უარი მითხრა, საყლაპავის ზონდმა მითხრა თიაქარი და ანუ მითხრეს ისიც რომ აი როგორც კერძზე რომ აი ოდნავ გვალი შარიკივით ტკივილი მაქვს უკვე წელიწადია რამის რა. შეიძლება რომ მოგცეთ irradiatsiya თითქოს თქვენ ალბათ ახალგაზრდა ბრძანდებით რამდენი 42 წლის ნუ როგორც 42 წლის ნუ ახლა იცით რა არის ამ შეიძლება რომ კონდეთ რაღაც ისეთ სიმპტომები თითქოს დაკავშირებული იყოს გულთან, მაგრამ თუ ყველაფერი გამორიცხული არის, თქვათ, ჰოლტერი გაიკეთეთ და დატვირთვის ტესტი გაიკეთეთ, მე ვფიქრობ, რომ ასაკიდან გამომდინარე არ გჭირდება ზედმეტი გამოკვლევა, მაგრამ არის კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც ქვია კორონაროგრაფია. ანუ კატლაპში, ესე ვთქვათ, შესაძლებელია, რომ თუ კიდევ რაღაც ეჭვი შეეპარა ექიმს და რაღაც შესაძლებელია, რომ გაიკეთოთ ეს გამოკვლევა და კორონაროგრაფია უკვე 100%-იანად აჩვენებს იმას, არის თუ არა ეს მართლა გული. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორი რჩევა მოგცეს ექიმმა, რომ ამ შემთხვევაში არ არის გული გამორიცხული არის თქვენ შემთხვევაში. თუ გნებავთ, ყოველ შემთხვევაში შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან და ჰელსინკოში ჩაგიტარებთ ყველანაირ გამოკვლევას, პრობლემა არ არის და გაკვალიანებთ. დიდი მადლობა შეკითხვისთვის, ჯანმრთელობას გისურვებთ, რეაბილიტაციის პროცესზეც ვისაუბროთ და ასევე ხელმისაწვდომობა და სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობის შესახებაც მინდოდა მეკითხა, მაგრამ რადგან მსმენელმა დასვა შეკითხვა, მათ უკვე მივაწოდეთ ამ შესახებ ინფორმაცია. მოდით
ერთგვარი რეზიუმეც გავაკეთოთ ჩვენი საუბრის სამწუხაროდ დრო იწურება გადაცემისთვის განკუთვნილი და ასევე მინდა კიდევ ერთი იმ სიახლის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია და კიდევ უფრო მეტად ჩაგეკითხოთ თქვენ მე აქვს ინფორმაცია რომ მაგათაც უცხოელი ვიზიტორებისთვის კლინიკის ბაზაზე არის სასტუმრო სადაც შესაძლებელია უფასო განთავსება რამდენად არის შესაძლებელი რომ თქვა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა პაციენტების და ასე თქვა თანხლებმა პირებმაც ისარგებლონ ამ მომსახურებით კი, ნაუთ არის ჩვენს კლინიკაში ეგეთი სერვისი, რამდენიმე პრეცედენტიც იყო უკვე, ჩვენ პაციენტები ხშირად მოგმართავენ ჩვენი მეზობელი მოძმეერის აზერბაიჯანიდან, ბაქოდან, ჩამოდიან ასევე რუსეთიდანაც იყვნენ პაციენტები და ასევე საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულ პაციენტებს სიმართლე გითხრათ დიდათ აქვთ სურვილი რომ საავადმყოფოში დარჩნენ და მაინც ისეთ გარემოში იყვნენ სადაც ნეგატივი ტრიალებს ისეთ საავადმყოფოა ხო უჩვენიათ ნათესავთან გაჩერდნენ ან სასტუმრო იქირავენ მაგრამ თუ ვინმეს ექნება ეგეთი სურვილი აბსოლუტურად შესაძლებელია ამას შედის კვებაც შედის დაძინებაც სულეთ ხო ვერ ვიტყვი რომ 5 ვარსკვლავიანი დონის სასტუმრო ნომრებს შეედრება მაგრამ ნორმალური პირობებია ნამდვილად აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის რომ ადამიანი მოისვენოს და კომფორტულად იგრძნოს თავი და ეს რა თქმა უნდა სრულიად უსასყიდლოდ არის შესაძლებელი და თავად პაციენტის დაყოვნებას რაც შეეხება კლინიკაში ამ პერიოდის განმავლობაში მე არ ვიცი თქვენ ალბათ გექნებათ ინფორმაცია რომ ჩვენ შემთხვევაში ხშირად ვთქვათ თანხლებ პირებს მიაქვთ ხოლმე მათთან საკვები და ასე შემდეგ რამდენად არის ეს პრობლემა მოხსნილი თქვენთან რამდენად არის უზრუნველყოფილი კვებაც და რამდენად აისახება ეს ყველაფერი უკვე ვთქვათ გაძვირებაზე საერთო ჯამში მომსახურების ევროპული დონის კლინიკაზე ასე რომ მე და ირაკლი ვფიქრობ რომ ეს ჩვენი პირობაც იყო რომ ყველანაირად უნდა იყოს კომფორტი შექმნილი ადამიანებისთვის ამას შედის კვებაც იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მე არ დამოვიწყდება საბჭოთა კავშირის პერიოდის საავადმყოფოები როდესაც პატრონებს მოქონდათ ბულიონები ისინი ეს ყველაფერი ქმნის არა მარტო კლინიკაში არ შემორჩენილი ეს ხო არ ვიცი მე სხვა კლინიკებში არ დავდივარ მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელი იყო როგორც ირაკლისთვის ასევე რა თქმა უნდა ჯერ ერთი რომ ჩვენ არ ვარ დარწმუნებული ესენი არიან ურთულესი პაციენტები რომლებმაც თავისი პროცენტული რეზერვი რაც ჰქონდათ გამოიყენეს იმისთვის რომ დადგნენ ფეხზე და წავიდნენ სახში ხო პაციენტს ჩვენც ვეხმარებით რა თქმა უნდა მაგრამ თავის რეზერვებითაც ეხმარება თავის თავს ეს ასე ვთქვათ ერთი ნაბიჯით უნდა გაასწრო ყველა გართულებას რომ თავიდან აიცილო სავალალო შედეგები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია კვება პაციენტის იმ კალორიების მიღება რაც ენერგიის ანუ სპეციალურად მათთვის შედგენილი მენიუს მიხედვით წარმოებს პაციენტები ვართ იმაში რომ ეს საკვები დამზადდა ნორმალურ პირობებში ნორმალური პროდუქტით და არავნებს პაციენტს რა თქმა უნდა არავის პატრონს რა თქმა უნდა ყველა პატრონს თავის პაციენტისთვის კარგი უნდა მაგრამ არის იმის რისკი რომ ან რაღაც ისეთი ინგრედიენტი შეურიოს რაც არ შეიძლება პაციენტის თვის და უღრმესი მადლობა და საუბრის მიწურულს ბატონო ლევან გთხოვთ რომ გავაკეთოთ რეზიუმე და მივაწოდოთ მსმენელს კიდევ ერთხელ ინფორმაცია მის შესახებაც რის შესახებაც საუბრობდით გადაცემის ფარგლებში ჩვენ კლინიკაში ჰელსინკორში ეს თევდორე მყრის ნომერ 13-ში მდებარეობს შეუძლია პაციენტ შეუძლია შემოვიდეს და გაიკეთოს ყველანაირი გამოკვლევა გულსის წარსულთა სისტემასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი გულის გამოკვლევა ელექტროკარდიოგრამიდან დაწყებული, კორონაროგრაფია და ქირურგიით დამთავრებული. ეს არის ასევე ჩვენ საავადმყოფოში უკვე დაწყებული გვაქვს უბრალოდ ხალხში ცნობილი როგორც დავი. ეს არის ისეთი ოპერაციები, რომლებიც პაციენტს ღვიძავს და მაგალითად აორტის სარკმლის შეცვლა შესაძლებელია კატლაბში. კატლაბერი კათედრიზაციის ლაბორატორია, კორონაროგრაფია, იქ შესაძლებელია ამ სარკმლის გამოცვლა. უბრალოდ სამწუხაროდ ეს ოპერაციები საკმაოდ ძვირი ღირს და შესაბამისად კონტინგენტი პაციენტებისა ალბათ უფრო მეტად უცხოელი ვიზიტორებისგან არის ხო და კომპლექტებული. ხო, რა თქმა უნდა, ჩამოდიან ახლა თქვა ყავს ერთი პაციენტი ბაქოდან, რომელიც იკეთებს ამ ოპერაციას. და ალბათ ახლო მომავალში ეს გაშუქდება კიდევ. უღრმესი მადლობა. მე გისურვებთ ყველას რომ არ დაგჭირდეთ როგორც კარდიოქირურგის ასევე ანესთეზიოლოგის მომსახურება, მაგრამ თუ დაგჭირდეთ, უკვე იცით, სადაც უნდა მიმართოთ და ვისაც უნდა მიმართოთ. უღრმესი მადლობა ლევან ქარაზანიშვილი, კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარდიოლოგი, ირაკლი გოგოხი, ანესთეზიარი რეანიმაციის სამსახურის ხელმძღვანელი კლინიკაში ჰელსინკორი, რომელიც გახავთ ბუნებრივი ანესთეზიოლოგი. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, ჯანმრთელობას გისურვებთ, წარმატებები თქვენ და უღრმესი მადლობა ბატონებო მობრძანებისთვის. მადლობთ.
ფრეშ კლუბი ნინი ხუგაშვილთან ერთად